რა ხდება ტყეკაფის დროს. თავდაპირველად ნიშნავთ ხეებს, გასაცემ ხეებს. რაოდენობის, მოცულობის და ზომების მიხედვით. ეს მონიშნვად შესაბამისი წესებით ხორციელდება. უნდა მოინიშნოს ქარტეხილი, ქარქცეული, ზეხმელი და დაავადებული ხეები, რომელიც სხვა ხეებზეც ავრცელებენ დაავადებებს. ცხადია აღკვეთილის ტერიტორიიდან. შემდეგ ამ ყველაფერს დავითვლით და როდესაც ბაზა შეიქმნება, გვეცოდინება რაოდენობა, იმის მიხედვით უკვე დაიწყება გაწერა. შემდეგ უკვე იწყება ტყეკაფი. ესე იგი, მოსახლეობაზე საშიში მერქნის გაცემა. და ყველაფერი ფორმდება ოფიციალური დოკუმენტაციებით. ოდენობები თვითონ მოსახლეზე განსაზღვრულია სხვადასხვა ხე-ტყის მოცულობების მიხედვით. თუ რა რესურსი აქვს ტყეს, ჩვენ შემთხვევაში თვითონ მოსახლეზე გადის 2 კუბური მეტრი შეშა, საშიში მერქანი. ყველას კარგი შეშა უნდა, ყველას დიდი შეშა უნდა, ყველას ბევრი უნდა. სინამდვილეში ესე არ მოხერხდება, იმიტომ რომ კარგი შეშა არ იკლიმება, არ ინიშნება, იმიტომ რომ კარგი შეშა ბუნებაში უნდა დარჩეს და თავისი ფუნქცია შეასრულოს. რადგან რესურსები განსაზღვრულია, გაგებით უნდა მოეკიდოს თითოეული მოსახლე ამ პროცესს, იმიტომ რომ ჩვენი პასუხისმგებლობა არის ძალიან დიდი. მათი ყოველი ნაბიჯი შეიძლება ჩვენ პასუხისმგებლობაზე აისახოს. ეხლა მივდივარ იმ შეშასთან, რომელიც შეშას უნდა დამზადდეს და გაჩვენებთ უშუალოდ პროცესს თუ როგორ მუშაობს ეგრეთ წოდებული ბრიგადა და როგორ ამზადებს შეშას. და რა პროცესი არის შეშის ტყიდან გასვლამდე. და ხო, ერთდროულად შემოდის რამდენიმე მოსახლე, შეიძლება 5 იყოს, 6 ერთდროულად და ერთი რეინჯერია პასუხისმგებელი 5-ვე ადგილზე. 5-ვე ხის გატანის პროცესი, ამიტომ შეიძლება ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში მოგვიწიოს ასვლა. მეორე ბოლოდან მესამეში, მესამედან მეოთხეში და ასე შემდეგ. მთელი ამ დღის განმავლობაში დავდივართ ტყეში და ვამოწმებთ თითოეულ ადგილს, რომელზეც ყავს მიყვანილი შეშის მომხმარებელი. ერთადერთი ის გამშვიდებს, რომ ლამაზი შემოდგომა და ცოტა ესთეტიკას გაძლევს. ან მონიშნულ ხეებს ფოთლები ეცემა ზედ და ნუმერაცია იფარება. შემოდგომა ხო ფოთოლზე, აი ჩამოცვენილი ფოთლები. ხშირ შემთხვევაში ზედ ეყრება და გიჭირს მერე პოვნა და დადიხარ და ეძებ აქეთ-იქით. ხო და ამდენი ადამიანი ვგელოდება. შეიძლება დაიარო ყველა ხე ნანახი გქონდეს. მე მიიყვანო ყველა სათითაოდ თავის ხესთან დააყენო საქმეზე და დაიწყო ნელ-ნელა ბილეთების დაწერა. შელაგების პროცესი დაიწყო. თან აწყობენ მანქანას და თან ჭრიან. так, ამდენად ექსტრემალური გარემოში. შეიძლება რაღაც მოხდეს ხოლმე გაუთვალისწინებელი. თან საკმაოდ და მთელი დღის მანძილზე დაღამებამდე ხდება ეს ყველაფერი დილიდან გამთენიიდან დაღამებამდე. ეს არის ბილეთი, რომელიც ფორმდება. იწერება ხის ჯიში, მოსარგებლე მოსახლის მონაცემების სახელი, გვარი, მისამართი, ხის მოცულობა ჯიში უთქვი უკვე. შემდეგ სატრანსპორტო საშუალება, რა მანქანითაც გადის ტყე, მისი მონაცემები, მისი მძღოლის მონაცემები. და მისამართი სადაც მიდის შევსების დრო ბილეთზე პასუხისმგებელი რეინჯერის მონაცემები ამ შემთხვევაში ჩემი და მაიგ არის მთავარი პირი რჩება რეინჯერთან მიგვაქვს ადმინისტრაციაში ვაბარებთ ერთ პირს ვაძლევთ მძღოლს
რომ გარეთ, თქვათ გარემოს დაცვამ რომ გააჩეროს და გადაამოწმოს, რამდენად კანონიერად ხდება შეშის გადაადგილება, ნახავს რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში არის და საფრთხოდ და პრობლემად გააგრძელებს მძღოლი გზას ადგილამდე. ეს არის ბიმი და ელოდება პატრონს. მთელი ამ პროცედურის განმავლობაში ეს წყნარად არის მშვიდად, სანამ არ მორჩება მისი პატრონი მუშაობას. სხვათა შორის ამ ძაღლებს ყველაზე კეთილი თვალები აქვს. ეხლა კიდევ ერთი ბილეთი უნდა გავწერო. მეორე მზადდება უკვე მალე იქნება მზად და გავა. ამას უნდა გავატანო. შემდეგ კიდე შემოვლენ. კიდევ ერთი ბილეთი და იგი ალბათობით კიდევ მოესწრება ერთი რამ. რამდენიმე ბილეთი კიდევ მაქვს დასაწერი, ამას დამატებული 2 ხე მაქვს გასამზადებელი ხვალისთვის. 2 ხე უნდა ვაჩვენო, რომლები უნდა დაამზადონ ხვალ. აუ ხეები აქედან არის რამდენიმე კილომეტრში და იქ უნდა გადავიდე. ეს საღამომდე აქ ვართ უფრო სწორედ დაღამებამდე. დღევანდელი ამინდი არის ყველაზე კარგი გარემო იმის შემთხვევაში, როდესაც შეშის გატანა უნდა ვინმეს. არის ხოლმე წვიმიანი, არის ხოლმე თოვლიანი, ქარი, ამას დამატებული ხეების ოდენობა, ახალი ამონაყრების რამაც შეიძლება ვთქვათ ბილეთი დაგიზიანოს. ასეთ შემთხვევაში არის ხოლმე მომენტები, როდესაც რეინჯერები დიდი მანქანის ქვეშ შევდივართ და იქ ვწერთ ხოლმე ბილეთს, რომ წვიმა არ დაგვისველოს ფურცლები. ეს ფურცლები თუ დასველდა, მე არის დიდი პრობლემა. ამიტომ გვიწევს ხოლმე ესეთ სიტუაციებშიც რაღაცის გამონახვა, რომ არ დაგვიზიანდეს ფურცლები. ამას დამატებული არ უნდა შეგვეშალოს, არც ციფრი უნდა შეგვეშალოს, არც ახსო უნდა არაფერი არ უნდა შეგვეშალოს წერის დროს. ასეთ შემთხვევაში ყველაზე კარგი გარემო არის, როცა რეინჯერი მარტოა, რომ არაფერმა შეუშალოს ხელი, რომ არ გააფუჭოს ბილეთი. გარედან ყველაფერი ლამაზად ჩანს, მაგრამ შეშის გაცემის შემდეგ ისეთ დაღლილი მიდის რეინჯერი, რომ ვიცი, ამას ალბათ ურჩევნია სადღაც ხეობაში იაროს ამ ფერდობებზე ყოველდღე. ამიტომ, როდესაც შეშის გატანას გადაწყვეტთ დაყევით რეინჯერის მითითებებს, ეს არის ძალიან დიდი თხოვნა, იმიტომ რომ რეინჯერი ვერ გადავა ამ წესებს. კანონია და უნდა დავიცვათ ეს კანონი. მაგრამ არის ხოლმე მომენტები, როცა გარკვეული სახის უთანხმოებები ხდება ხოლმე, მაგალითად შეშაზე ის არ მინდა, სხვა მინდა და ასე შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში დაყევით რეინჯერის მითითებებს, თხოვნებსაც და გაითვალისწინეთ ყოველთვის რეინჯერის მითითება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის კანონი, რომელ კანონსაც ვერ გადავაბიჯებთ. ახალი უნდა დავისვენო. შემდეგ განვაგრძობ საქმის წარმოებას. ფოერბანკზე დავაერთებ ტელეფონს. დავტენი ცოტას. რომ რაღაც მნიშვნელოვანი დეტალები კიდევ მოგახსენოთ. ეს იცით რა არის? ეს არის გლედიჩის პარკები. აქ არის თესლი. გლედიჩი არის აკაციის სახეობა, რომელიც ასევე ინვაზიურია, ანუ შემოტანილი. აკაციაც შემოტანილი. შეხედეთ, აქ არის თესლი და საკმაოდ კარგად მრავლდება. ხეს თუ დაინახოთ, რომელსაც აი ეს აქვს ძალიან ბევრი, ცოდეთ რომ ეს არის აკაცია გლედიჩი. ჩვენ ადგილობრივ ხეებთან ტყის შიგნით კონკურენციაში ვერ შედის. მაგრამ ტყის გარეთ იზრდება სარეველასავით, როგორც ბარდი იზრდება მზიან ადგილას, ისე ედება მთელ ტერიტორიას. ძალიან დიდი ეკლები აქვს და საკმაოდ არასასურველი მცენარეა ისეთი ხალხისთვის, ვისაც მიმდებარია, ვისაც ტყის მიმდებარეთ აქვს ტერიტორიები და არა მხოლოდ ტყის მინდვრებშიც ბევრი მინახავს. და რა ვიპოვე უყურეთ ახლა. ეს არის ბუდე. ჩიტის და უყურეთ ახლა რა აქვს შეტანილი. ბიოლოგიური ქსოვილები ხომ აქვს, ანუ ხავსისგან აქვს გაკეთებული და კიდევ აქვს შეხედეთ პოლიეთილენის ძაფი.
და იმითაც აქვს მოქსოვილი. ესეთი რამე არ მინახავს ახლა. ეს შემთხვევითაც არ არის აქ მოხვედრილი აშკარად ჩაქსოვილია შიგნით. აი აშკარად. მოყურეთ. ესეთი რამე არ მინახავს, მართლა არ მინახავს. საკმაოდ ძველია უკვე. აღარ იყო აქტიური. როგორ აქვს ჩაქსოვილი პოლიეთილენი ნახეთ რა. მაგარი ტიპია, სადიპოვა რაღაცას რატო შეიტანა აქ არ ვიცი. ეს ხა ნორმალური მდგომარეობა არ არის. ნუ დაფრინავდა და მასალას რო ეძებდა ბუდის გასაკეთებლად. ვა, კაპრონის ძაფია, ეს გამომადგება მკვრივიაო და წამოიქონა. გამოვიცალე ახლა იქ შეშის დამზადების ადგილს. აქ როგორი მშვიდი გარემოა ნახეთ. თან შუა დღეა და ყველაზე პასიური პერიოდია. ყველაფერი წყნარად არის. და ბარი მაქვარ და ერთი ძალიან კარგი ხე უნდა გაჩვენოს. უჩვეულო ძალიან ასაკოვანი, მაგრამ ძალიან ლამაზად გამოიყურება. ის არის ვერხვი. ის ლექსი ხო იცით? ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი. აი სწორედ ეს არის ვერხვი. დაბლიდან მწვანე კი ჩანს, მაგრამ გალაქტიონი დაკურვებული კაცი ყოფილა. ხო და რატო ქვია ეხა ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი? როდესაც ვერხვის ფოთოლი ნიავის დროს ქანაობს, უკანა მხარე ფოთოლს უკანა მხარე აქვს თეთრი. ეს არის ჩამოვარდნილი. აი უკანა მხარე. როდესაც ეს ქარისმიერი ქანაობს, თეთრ ფერს ქმნის. ვერხს აქვს ძალიან დიდი ვარჯი. უზარმაზარი ვარჯი აქვს ვერხს და როცა ამ ხეს მთელი ვარჯი ნიავისგან უტოკავს, ფოთლები ქმნის თეთრ მოელვარე სილუეტს მზის სხივზე. აი მაგიური სანახაობაა, ოღონდ მართლა ვისაც უნახავს დამეთანხმება. სწორედ ეს არის ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი, რომ შეიალდება უშორეს ზღაპრად. ჩვენ ტყეში არის ბევრი ვერხვი და ყველა ძალიან ლამაზია, ყველა თვალსაჩინოა. არის კიდევ ნეკერჩხლის ერთ-ერთი სახეობა ბოყვი. მისი ფოთოლი უბრალოდ ეს ლამაზეს ფოთოლია შემოდგომით. მაგრამ ისევ შეშისკენ მივდივარ, კიდევ ბილეთი უნდა დავწერო. ამასობაში მოსაღამოდება კიდეც შემენდება და წავალ სახლებში. ერთ ამ ჯგუფის სოკოებს ყავს ძალიან ბევრი სახეობა. ეს არის 9 შუნა სოკოებიდან ერთ-ერთი. ლათინურად ქვია ამ ჯგუფს რუსულა. და მათ შორის მოწითალო არის უამრავი, აი უამრავი. ახლობით 200-მდე. ამიტომ კარგად უნდა ვიცოდეთ რომელია და ისე უნდა მოვიპოვოთ. მოსაღამოვდა ამასობაში და ბოლო ბილეთისთვის მზადდება შეშა. ეს იქნება ეს ბოლო და წავალთ სახლებში. აი ასე ვაწევთ ნომრებს დაკლემვის დროს. ეს არის რაოდენობა ხეების კონკრეტულ კვარტალში, სამცოვე კვარტალში. ეს კი ამ ხის მოცულობა, დიამეტრი უფრო სწორედ. ეს კი გადაჭრილი უკვე. აი აქ ამზადებენ.
წავედით, დღევანდელი დღე დავამთავრეთ, საღამოა. მალე შევბინდება კიდეც კარგად მოვასწარეთ. მაღლელი კი იყო, მაგრამ მაინც ერთობიან დაღლაში გაგყავს დრო. ეს იყო ერთ-ერთი დღე ტყეკაფიდან.